ერთ-ერთი უმთავრესი დეტალი, რაც არის აი ამ იდეის განხორციელებაში არის ის, რომ ჰოლოგრამული მუზეუმები ძალიან ბევრი არსებობს სოფლიოს მასშტაბით, თუმცა კონკრეტულად სპორტის მიმართულებით რისი განხორციელებაც ჩვენ გვსურს და რასაც ემსახურება ეს იდეა დედამიწის ზურგზე არ არსებობს. ანუ ამ ხრივაც საქართველოს და ჩვენი ქვეყანა იქნება გამონაკლისი და იქნება პირველი, რომელიც აი ამ მასშტაბის წმინდა სპორტულ ქართული სპორტის ჰოლოგრამულ მუზეუმს გააკეთებს მნახველებისთვის და ვიზიტორებისთვის. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ დაახლოებით 1500-2000 კვადრატული მეტრი, სადაც სამუზეუმო პრინციპით ჯგუფები 25-30 კაციანი, მათ შორის რასაკვირველია მოსწავლეები, სტუდენტები და ასე შემდეგ ამ თემასაც შევეხები, წარმოიდგინეთ რომ ამ 2000 კვადრატულ მეტრზე ერთ სივრცეში, რომელიც იდეალური სილამაზით იქნება გამორჩეული, რასაც ხელს შეუწყობს, რასაკვირველია სპეციალური განათებები, აი ესეთი ჰოლოგრამული გამოსახულებები, სპეციალური ხმის ეფექტებით დამუშავებული მთელი აი ეს ტერიტორია და რასაკვირველია გახმოვანების სისტემა, რომელიც სამ ენაზე თარგმნის ქართული სპორტის ისტორიას ვიზიტორებისთვის, რადგან გარდა ქართველებისა ამ მუზეუმში აუცილებლად უნდა მივიდნენ მნახველები სხვადასხვა ქვეყნიდან და ის მრავალრიცხოვანი ტურისტები, რომლებიც სტუმრობენ საქართველოს და კონკრეტულად თბილისს. წარმოიდგინეთ სცენა, რომ შედიხართ 2000 კვადრატულ მეტრ სივრცეში, ჩაბნელებულში, ლურჯი განათებებით, ლურჯი და წითელი განათებებით, სპეციალური გახმოვანების სისტემით და თითოეულ კუთხეში იქნება მოწყობილი თითოეული სახეობის სრული ჰოლოგრამული ისტორია.